მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 9-ვე ბრალდებულს შეუფერდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. გეტყვით, რომ ამ პროცესზე დღეს ბრალდების მხარე იყო 9-ეს შემთხვევაში ბუნებრივია პატიმრობის შუამდგომლობით, თუმცა დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთ ღონისძიების შეფარდების სახით 10,000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, თუმცა ეს იყო 8 პატიმრის 8 ბრალდებულის შემთხვევაში. ერთ-ერთი ბრალდებულის კახა თოდუას შემთხვევაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, მისი ადვოკატი ითხოვდა, რომ ბრალდებულს არ შეფარდებოდა არანაირი აღკვეთი ღონისძიება იმის გამო, რომ მისი დაკავება მოხდა პროცედურული დარღვევებით და ასევე მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს ჩვენთან ადვოკატებმა და განაცხადეს, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურას არ ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი და მათი ნაწილი აპირებს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ. შუამდგომლობა ჩვენი იყო გირაო 10,000 ლარი. იყო 30 დღის მოთხოვნა, 30 დღიანი ვადა იყო, რომელსაც გადავიდით 10,000 ლარს. პიროვნება, რომელსაც მე ვიცავ თანამშრომლის გამოძიებასთან, თავის ნაბრძოლში რაც დანაშაული მას წავყენა ბრალდება მის აღიარებს. არსად არ გაქცეულად პროკურატურამ ისე დაასაბუთა, რომ ჩვენ ეს პიროვნება ცხოვრობს ზუგდიდში, აფხაზეთთან საქმის ახლოს და შეუძლია გადაკვეთოს ეს საზღვარი, მიიმალოს და გამოძიებას არ გამოცხადდეს. ეს არის აბსოლუტური. ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს არ უდასტურდებათ არანაირად ის ბრალდება, რაც პროკურატურის მიერ იყო მოტანილი სასამართლოში. გასაჩივრებას ვაპირებთ, რამდენადაც ეს არის დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. ჩვენ ვითხოვდით, რომ საერთოდ არ ყოფილიყო მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. და მთავარი დარღვევა, რაც იყო საპროცესო კოდექსის, ეს გახლდათ სწორედ დაკავების წესის დარღვევა. რადგანაც არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა მისი დაკავება დასაშვები იყო მხოლოდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რაც არ არსებობს. პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარემაც, პროკურორებმა განაცხადეს, რომ საქმის შესაბამისი მტკიცებულებები არსებობდა, ასევე არ გამორიცხეს, რომ საქმის ძიებისას უკვე დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდეთ ან გამოიკვეთეს სხვა პირთა დანაშაული. საქმეში უამრავი მტკიცებულება არის ბრალდებულების მიმართ, წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი და პროკურატურის მიმართ მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიება მათ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, ვინაიდან საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, ხდება მტკიცებულებების მოპოვება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გამოაცხადო, რომ ბრალდებულების მიმართ არანაირი ზეწოლას არ ქონია ადგილი. ბრალდების დამძიმებასთან დაკავშირებით, ხო, ამ ეტაპზე ვერავეს ვერ მოგახსენოთ, თუმცა არ გამოურიცხავ დამძიმების ბრალდება, ასევე არც იმას გამოურიცხავ, რომ სხვა პირებიც იქნენ მიცემული სისხლისმგებლობის პასუხისმგებლობა. სასამართლო ჩათვალა, რომ ჩვენი შუამდგომლობა არგუმენტირებული იყო, ემსწრებოდა კანონის მოთხოვნებს და დაგვეკმაყოფილა. ეს არის ეს მეტი. რატომ მოითხოვეთ სხდომის დახურვა? ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს და გავითვალისწინეთ დაზარალებულის ინტერესი. მე შეგახსენებ, რომ 9-ვე ბრალდებულს ბრალად ედება წამება და ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. ეს მუხლი ითვალისწინებს 12-დან 17 წლამდე პატიმრობას. წინა სასამართლო კი ამ საქმესთან დაკავშირებით 13 აგვისტოს არის ჩანიშნული. სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულთა პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურამ თავისი შუამდგომლობა იმით ახსნა, რომ ამ საქმეში ფიგურირებს ღირსების შემლახავი ქმედებები და შესაძლოა დაირღვეს დაზარალებულთა უფლებები. დაცვის მხარე, ადვოკატები და მსჯავრდებულები აპროტესტებდნენ პროკურატურის მოთხოვნას და აცხადებდნენ, რომ პროცესის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ის ღია უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი დახურა. არგენტინის ბრალდებით გაკონექტებული ქმედება დასაკუთრებული ვარაუდით ბრალდებულებს ჩადენილი აქვს დაზარალებულების პირადი ღირსების დამამცირებელი და არაადამიანური მეთოდების გამოყენებით, მათ შორის გაუპატიურებით არის. მოსამართლე ყოველივე ზემოხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, რათა დაცული იქნას საქმეზე დაზარალებულ პირთა ინტერესები. კერძოდ, თავიდან იქნეს დაცილებული როგორც მათი ვინაობის განმავლობა, ისე მათი უსაფრთხოება და ჩვენი მოთხოვნა არის ბრალდების მხარის მოთხოვნა არის მოხდეს სასამართლოს ხომის სრულად დახურვა. ხომ ავტობუს ხომის დარბაზი ასევე ჟურნალისტების ხომის დარბაზი.
არა მგონი არა. რატომ ნიშნავს რომ იმიტომ რომ ყველა მხარეს აქვს თავისი სათქმელი და ალბათ უნდა თქვას ეს საჯაროდ.